სალამი მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით და ბევრი ფრენები გქონოდეთ 2025 წელს. და ბევრი დრონები რასთავარია. შემოერთებოდით FPV-ს რიგებს, ვისაც ჯერ არ დაგიწყიათ ეს საქმე და ჩვენსავით განგეცადოთ ის სიამოვნება და ის кайფი, რომელიც თან ახლავს FPV დრონით ფრენას. კი ბატონო. მოკლედ დღევანდელი ჩვენი ვიდეო ეს უკვე 2025 წელია. ანუ ფაქტობრივად პირველი ვიდეო 2025 წლის და ამ ვიდეოში გადავწყვიტეთ რომ წინა წლის შეჯამებას გავაკეთოთ და მომავალი ანუ ამ 25 წლის ცირეთი გეგმების შესახებ ვისაუბროთ. ამასობაში ლევანი თუ დამთავრდება ვფიქრობ რომ ერთი საერთო ფრენის ვიდეოსაც რაღაცას გავაკეთებთ თუ ძალიან არ გაგვეწელა ეს ვიდეო რა თქმა უნდა. კი. დაგთანხმდები მისტერ სუხო. რა თქმა უნდა. და რავი შევეცდები შევაჯამო 2024 წელი, რა გვასწავლა 2024 წელმა. რამდენი და როგორი ვიდეოები ჩავწერეთ, მაგასაც მოგახსენებთ, იმ დღეს დავჯიხი და დავთვალე. საერთო ვიდეოები რაც ჩვენ ჩავწერეთ 2024 წლიდან. 15 ვიდეო იყო ჯამში, სადაც შეიძლება ხო 14 თუ მე ვერ დავთვალისწინებ თუ ამშრომლობა დაახლოებით მაგ ფარგლებში დაახლოებით 14-15 ვიდეო ჩავწერეთ სადაც ერთად ვართ ასე ვთქვათ ისინი არ ჩამეთვლია სადაც უხო ცალკე არის ეულად მაშინ როცა მე ლევანი ევროპებში დაგულაობდა ხო ანუ ის ვიდეოებიც არ ითვლება უბრალოდ ერთად რომ დავფრინავთ ხოლმე და რაღაც მაიმუნობს ანუ ვიდეოები ითვლება ესეთი საინფორმაციო ვიდეოებს რომელსაც ვაკეთებთ ხოლმე რაღაც ვიღაცის რჩევებს და ასე და ასე ვთქვათ, ჩვენი გამომწერებიც რიცხვიც გაიზარდა, რაც ძალიან გვახარებს ორივეს და мотивაციას გვაძლევს, რომ ახალი ვიდეოები ჩავწეროთ. ორივე საკმაოდ ისეთ დაკავებული ადამიანები ვარ და დროის გამონახვა ძალიან ჭირს ხოლმე, მაგრამ არა მე მაგარი უსაქმური ვარ. მართლა, ამ ბოლო პერიოდი განსაკუთრებით ძალიან უსაქმური გავხდი. იშვიათად რაღაცები მაქვს ხოლმე ძირითადად უდავფრინავ. ამას არ ცალია, ეს არის ყველაზე მეტად დაკავებული და მარტო მიწევს ხოლმე ფრენა. ან ყავყავთიც. ან ისე ხო და. ნუ არა, მაგასაც თავისუფლი პლუსი აქვს მარტო ფრენასაც, მარტო როცა მითიხარ საფრენად ძირითადად ვარჯიშობ და უფრო იმაშვები, რა ქვია, საკუთარ რა ქვია მას. უნარებს აუმჯობესებ. უნარებს აუმჯობესებ და ასე შემდეგ. ხო, გამომწერთა რიცხვი იზრდება და კაია ეს რა თქმა უნდა გვიხარია. ასევე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ინტერესდებიან ამ ჰობით, ამ სპორტით და ამ გასართობის საშუალებით. ყველაფერი ერთად არის აქ. შეგიძლიათ როგორც სპორტულად შეხედოთ, შეგიძლიათ როგორც მხოლოდ გასართობი იყოს, ან შეგიძლიათ კომერციული მიზნებისთვისაც გამოიყენოთ ეს მშვენიერი, ასე ვთქვათ, ჰობი. და როგორც წეგან ვთქვი, იმ ადამიანების რიცხვი იზრდება, ვინც ამ სფეროთი დაკავდა და ასევე იზრდება ჩვენ ინბოქსებში წერილების რიცხვი, რომლებსაც ადამიანები გვიგზავნიან პირადში და გვეკითხებიან, რომ დავეხმაროთ ამა თუ იმ საკითხში და თან რო არ გასცე პასუხი მერე წინ. ხო, ეგ რო არ გასცე პასუხი მერე, ხო, რაღაცა ისე თუდად ცუდი ტიპები ხო? თუდად იგებენ ხოლმე და მერე ჩვენ ცუდი ტიპები გამოვდივართ, მაგრამ აუ რეალურად ბოდიში აქ შეგაწყვეტე. რეალურად როგორი რაღაცა არის, იცი? შეიძლება ერთმა მოგწეროს რაღაცები, გეცალოს და იმ მომენტში უპასუხო, შეიძლება მეორემაც მოგწეროს რაღაცა უპასუხო და ხო არის რა, ხანდახან რო იმ მომენტში იზრდება თლიანად არ გცალია რა, ან გადარბენაზე ხარ, ან გადმროლა ტელეფონისთვის საერთოდ არ გცხელა, მესენჯერში რაღაც კითხვებზე პასუხები გასცე და თუ არ გაეცი პასუხი, მე ეს წqინთ ხოლმე რა და მეგობრებო, სწორად გავიგეთ რა, ანუ ფიზიკურად 24/7-ზე მოცლილი, ანუ ვერ ვიქნები რა, რომ ყოველ წამს კითხვაზე პასუხი გაგცე, ხო? რაღაცა მომენტები შეიძლება ისეთი იყოს, რომ მეც ვქონდეს, ყველას აქვს ჩვენი პირადი ცხოვრება და რაღაცები ისე ყოველთვის ისე არ არის, 24 საათი საფორტად ვერ მუშაობ, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დაგეხმაროთ ხოლმე. ეხლა ლევანის ის თქმაც უნდა პირად მიმოწერაზე, ხო? ანუ აგას აბსოლუტურად მივესალმები, იმიტომ რომ ჩემ წეღამ საუბრობდით მაგაზე რა, რომ
პირადში რომ მომწერ, ხო, შენ როგორც ადამიანი, რომელსაც რაღაცები კონკრეტული რჩევები გინდა რომ მოგცე, ხო, არა პრობლემაა, რამდენისთვის მიმიწერია და ძალიან ბევრს დავხმარები ვარ და დამედასტურებთ ალბათ ის ადამიანებიც უყურებთ მაგას, ვინც ხართ, მაგას მოწმე ერთ-ერთი, რომლებიცაც პირადად მე დაგლაპარაკები ვარ და დაგხმარები ვარ რაღაცეებში, მაგრამ არსებობს ესეთი მეორე ფაქტორი, რომ შენ რომ პირადში მე მელაპარაკები და რაღაცებს მეკითხები და მე აღრჩევებს გაძლევ, ხო? ანუ მე მარტო შენ გეხმარები მაგითი რა. ანუ მარტო შენთვის არის ეგ ამბავი და რეალურად ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია გავავრცელოთ აი აქ. თუნდაც ამ ვიდეოს კომენტარებში დაბლა და შენ მე დაგეხმარები, მაგრამ ხვალ შეიძლება ვიღაცას იგივე პრობლემა ჰქონდეს, ან იგივე რაღაცა აინტერესებდეს და ის მეორე ადამიანისთვისაც კარგი იქნება, რომ იმასაც ისიც გადაიკითხავს მე მაგებს და ეკნება რჩევები, იმიტომ რომ შენ რო გიპასუხე, იმას რო უპასუხე და 10 ადამიანს რო უპასუხე, შეიძლება მე-11-ს და მე-12-ს იმ რაღაც მომენტში არ გეცალოს და ვერ უპასუხო და ის მე-11 და მე-12 ადამიანი დაგვრჩეს განაწყენებული ხო და ეგეთი რაღაცისგან თავი რო ავიცილოთ ყველამ ერთად ყველაზე კაი ვარიანტი იქნება რომ კომენტარებში ვიკითხოთ ხოლმე არ ტეხავს რა თუ რაღაცა ისეთი პრივატული არ არის ხო, მაგრამ ზოგადად ესეთი FPV-ის თემატიკის რაღაცებზე კითხვები რომ დაბლა დავწეროთ ხო, მე არ მეცლება ლევანი გიპასუხებს, ლევანის არ ეცლება კიდე ჩვენი მეგობრები ვიღაცები, ბევრნი არიან ვინც რაღაცა შეიძლება მე ერთი მეორესაც უპასუხონ ადამიანებმა. ხო, ერთ მეორე დაგეხმარება შენ თუ რაღაცა არის, ამიტომ ყველაფერი გაუშვათ კომენტარებში და თუ რაღაცა ისეთი არის, კიდე გვაქვს Facebook ჯგუფი FPV Drone Georgia, რომელიც არც ერთ ვიდეოში არ დამირეკლამებია, მაგრამ რეალურად ეგ ჯგუფი გავაკეთე 4 თუ 5 წლის წინ ზუსტად არ მახსოვს და იმას რა ქვია 3 კაცი დაიწყო მაგ ჯგუფმა ფუნქციონირება და უცებ უკვე 3500-ზე მეტი ვართ რა და რავი მეგობრებო რა ჯობია ყველა ვარიანტში კომენტარებში ვიკითხოთ ხოლმე რაღაცეები იმიტომ რომ სხვებსაც დავეხმარებით მასე რა თუ მაინც და მაინც ხო არიან ხა ადამიანები ვისაც რაღაცა ესეთი საავარიო სიტუაცია აქვთ ან რაიმე რაღაცა სასტრაფო დახმარება ჭირდება ან უბრალოდ ნუ არ უნდა ეს კომენტარის დაწერა და უნდა რაღაცა ერთი-ერთზე საუბარი რა და დახმარება შეგიძლიათ გამოიძახოთ პირადში ლევანი ლევანი გამოძახები ფასიანია ლევანის გამოძახება ფულს გადავიხდი ცაჩი რამდენს იღებდა ხო და უკვე მე ასე ვთქვათ პირადში კი ბატონო რაღაც ძალიან ესეთ შემთხვევებში კი ბატონო შეგიძლიათ გამოიძახოთ ლევან სერვისი და დაგეხმარებით ლევან სერვისი სუხო სერვისი, ლევან სერვისი, რაღაცა ეგეთი თემა. მაგრამ ანუ თემა ხო ხდებით, ანუ სად მივდივართ რა. თუ რამეს ნეიტრალური კითხვებია და რაღაცა ძალიან პირადული თემა არ არის და რაღაცა ესეთი კონკრეტული ახსნები არ გჭირდებათ და პრივატული გაკვეთილები არ არის საჭირო, ხო? მაგ შემთხვევაში ჯობია რომ კომენტარებში ავსახოთ ეგ ყველაფერი და თუ მაინც პრივატული გაკვეთილებზე მიდგა საქმე და მე არ მინდა რომ სხვამაც წაიკითხოს ჩემი რაღაცა კონკრეტული რაღაცა მაგ შემთხვევაში უკვე სხვა თემა არის, ხო, მესმის ხა არიან ეგეთი ტიპები, მე ვიცი ტიპი რომელიც მე რჩევნიაო, მე სიტყვაზე ფული გადავიხადო და საერთოდ არსად არ გამოვჩნდეო. ხო? და ისე მივიღო რაღაცაო, ვიდრე ისეო რა და ეგეთი გამონაკლისებიც არსებობს. რა ვიღაცა შეიძლება უნდოდეს რაღაცა ძალიან პირადული თემა. ზოგს მიმოწერაც არ უნდა და მეუბნება რომ უნდა გნახო და ისე მინდა რომ რაღაცები ამიხსნაო. ხო, კი ბატონო, არ მაგას ვიძახი. ჩვენი ერთობლივი ვიდეოების დაწყებიდან ლევან. წინა ვიდეო ზუსტად რომელი იანვარს ჩავწერეთ არ მახსოვს, მაგრამ ის მახსოვს რომ 20 იანვარს დაიდო პირველი ვიდეო, როდესაც ერთად დავიწყეთ რაღაცების გაკეთება. ანუ იანვრის რომელ რიცხვებში ჩაიწერა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 20-ში დაიდო ყოველ შემთხვევაში. ხო და 20 იანვარს ფაქტიურად ერთი წელი სრულდება, რაც ვცდილობთ დახმარებას ჩვენი ქართველი ძმების და მეგობრების და ახალი ხალხის ჩართვას ამ ხალხში. კიდე ერთი ახალი ამბავი ის არის, რომ უკვე არა მარტო ქართველები, უცხოელებიც გვიყურებენ, ტრანსლეითი ამუშავდა ჩვეულებრივად. მართალია რაღაცა მე ცოტა არ მომწონს, მაგრამ გამართულად მაინც ვერ თარგმნის ინგლისურზე და რუსულზე და სხვა ენებზე. სულ არაობას ბოლოს და ბოლოს ვიღაცას აზრის გამოტანა შეიძლება და უცხოელი რაღაცას რო შეხედავს, გაიგებს ყოველ შემთხვევაში რა თემაზე მაინც საუბრობ, იმას მაინც გაიგებს. შეიძლება დეტალურად გრამატიკულად ვერ ითარგმნოს ზუსტად რა, მაგრამ საერთო ჯამში აზრს გამოვიტანა რაღაცა დონემდე მიდის. ხო, ეგ ერთი ახალი ამბავი. კიდე ერთი ახალი ამბავი ის რომ სულ ხომ ახალი მიკროფონები შეიძინო.
ხო, ეს მიკროფონები უკვე ორი თვეა ვტესტავთ, ხო? და მეხანია ჩამოვიდა. არა, პირველად ვწერთ ამ მიკროფონს. არა, მე ხო, მაგრამ კაი ხანია ჩამომივიდა. ამ მიკროფონების ის მინდოდა, რა ქვია. განხილვის ვიდეოს ჩაწერა მინდოდა, მაგრამ დამეზარა, კი არა, დამეზარა უბრალოდ დროის პრობლემა იყო, რაღაც სხვა რაღაცები მქონდა გასაკეთებელი და არ ისვქენი რა. აი ესე ვქნათ რომ ეხა ხუნება. ხო. არ ჩამიწერია, მაგრამ ნუ ეხა ჩათვალეთ რომ DJI Mic Mini-ს ისა გვაქვს, რა ქვია, განხილვის ვიდეოც არის. საველე პირობებში იტესტება. ხო, არა, ნუ ეხა მიკროფონები კაია. მიკროფონი აუცილებელი. უკვე კარგად გავტესტე. საკმაოდ კარგი არის. რამეა თუ გინდა. ანუ მე მინახია ბევრი ვიდეო, ნუ აი ჩემთვის რაღაც საინტერესო იყო, მაგრამ ხმა იმდენად საშინელი ხონდა. რომ აი просто გამორთე რა. აი უბრალოდ გამორთე. და აღარ გავაგზელე ყურება, ამიტომ მადლობას უხოს რომ ხო, მიკროფონი გამოვიდა თუ არა ეგრევე ვიყიდე და იმასაც კი არ დაველოდე რა, განხილვის ვიდეოებს და კაია თუ ცუდია, იმიტომ რომ DJI-ზე უკვე всё, მე ისამაქ რა. ვიცი რა, რომ ან ცუდ რაღაცას ესენი არ გააკეთებენ რა და მაგიტომაც არ შევცდი. ხო, კიდე ერთი ახალი ამბავი 2024 წელს ის იყო ლევანი ფეტექზე გადავიდა. კი, წინა წელი ძალიან კაი იყო, იმიტომ რომ ლევანიმ შეცვალა სამყარო და ახალ პლანეტაზე გადაჯდა. ახალ პლანეტაზე გადაჯდა და საკმაოდ ისეთი კარგი ნაბიჯი იყო ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ მე მახსოვს, ბევრი რაღაცა დეტალი მახსოვს, თუნდაც ყოველი ამინდის შესვლაზე რო დროს ვაწუნინგებდით შენსას. კი, ჩემი მეგობარი იყო კომპიუტერი და black box-ი, ასე რომ ხო. ეხლა აღარ არის ეგ. ყოველი ამინდის. просто დავაქვაი. Betaflies მინუსია ეგ არის რა, რომ აი ამინდი რო შეიცვლება, მზე გამოვა დრონი ცუდად დაფრინავს და მე მზე გამოსულზე გაასწორებ, მზე რო ჩავა და აცივდება, მე კიდე ცუდად დაფრინავს. ანუ მეგობრებო, მოდი სწორად გავგვიგეთ ეხა ჩვენ მეც და სუხოთ დრონისგან ვითხოვთ 100%-იან აი მაქსიმუმს რა და ჩვენთვის ახლა პატარა რაღაცაც პატარა წაბორძიკება შერხევა რაღაცა დრონის ჰაერში ნიშნავს იმას რომ კომპიუტერი უნდა ამოვიღოთ და წუნინგი გავაკეთოთ და Betaflies-ზე ხშირი იყო ანუ კომპიუტერით დავდიოდი ეხლა კომპიუტერით დავდივარ უბრალოდ მაშინ ხშირად ვიყენებდი იმ კომპიუტერს ხოლმე ყოველ ფრენაზე კომპიუტერს ამოვიღებდი და რაღაცას დახოლობდი ხოლმე Betaflies-ზე ეხლა просто 1000 ერთხელ კომპიუტერს თავხოლმე რომ არ დავიჯდეს. კიდე ერთი ახალი ამბავი ისევ ლევანი შეეხება. V2-დან გადავედი G2-ზე, სათვალეზე, DJI სათვალეზე. ასო შეცვალა. ანუ V-დან გადავიდა G-ზე. Yes. ხო, მე DJI GAX 2-ზე გადმოვიდა. ხო, სხვათა შორის დავარეკლამებ და V2-ს ვყიდი მეგობრებო. ვისაც სურვილი გაქვთ. კაი V2 შეგიძლიათ მომწეროთ. ხო. კაიფაში მოგ. ძველი სისტემა, ანუ O3-ზეც კარგად მუშაობს, მაგრამ ძველი სისტემა თუ გაქვს განსაკუთრებით ანუ Vista ისინი ძველი Air Unit-ები და ეგენი ძალიან მაგრად მუშაობს. მე მაგ2 ძმაო 7 კილომეტრზე ვარ. გაფრენილი გამოსახულება მქონდა წყალივით, რას ლაპარაკობ, ძალიან კაი იყო. просто ანუ ხა ხვდები ისა რა ქვია, რომ ცხოვრება ვითარდება, რაღაცები ახალი გამოდის და გინდა რომ საკუთარ თავს ახალი რაღაც საჩუქრები გაუკეთოთ, თორე იმითით ჩვეულებრივად ვიფრენდი. აგერ ჩვენ გარშემო მეგობრები ერთები დაფრინავენ დღემდე და ვაფშე პრობლემა არ აქვს არც ერთს და თან ამ V2-ს ერთი ფიშკა ის აქვს, რომ ფერადი ესა OSD აქვს რა. და განსაკუთრებით ეგ გამოგადგებათ, ვისაც long range-ზე გინდათ ფრენა. იმიტომ რომ მარტივად შესამჩნევი იქნება OSD. მარტივად შესამჩნევია. მაგალითად რო ავიღოთ აკუმულატორი ხო? საშუალო დამჯდარი რო არის გაყვითლად გიჩვენებს. ძალიან უჯდება უკვე აწითლებს რა და ან თვალში ხვდება ეგ და ძალიან მნიშვნელოვანია. ეხა ახალ G2 სისტემაზე ყველაფერი თეთრია რა, წარწერები, ანუ არაფერი ეგეთი არა გვაქვს და ეგ ცოტა დამაკლდა, მაგრამ ნუ გადავეჩვიე რა, შევეჩვიე ამ ასე ვთქვი G2-ის თეთრ ფონს და თეთრ ფონს კი რა თეთრ შრიფტს. იმიტომ რომ ძირითადად FTX-ზე დავფრინავდი და long range-ზე ნაკლებად მიწევდა ფრენა, სადაც ეგ უფრო გამოსადეგი არის. ამიტომ 98% დავფრინავ FTX-ზე რა, სადაც ნუ ისედაც ეგ არის, ვერაფერს ვერ უზავ მაგას, ვერ შეცვლი. გინდა V2 ქონია და გინდა G2 და ამიტომ გადავედი G2-ზე. ასე რომ თუ ვინმე დაინტერესდით მოვწერეთ. მოგლეთ სათვალეს ყიდის მეგობრებო და აბა ვინმეს თუ გინდათ, თან ძალიან იაფად ყიდის. ხო. კიდე რავი, ახალი ჩანთები გვაქვს ორივეს. ხო, ახალი ჩანთები უკვე ახალად აღარ ითვლება იმდენი ხანია ჩანთები გვაქვს რომ უკვე დაძვდა. ხო, რომელიღაცა ვიდეოში მაგ ახალ ჩანთებზეც ვისაუბრებთ. ერთხელ იყო კომენტარი, მე მახსოვს ვაჩვენეთო ჩანთაში რეები გააქვთო და კი, საინტერესო იქნება? საინტერესო იქნება, ხო, ანუ სავარაუდოდ ეგ იმიტომ აინტერესებს ადამიანს, რომ დაკომპლექტება უნდა თავისი ჩანთის დაკომპლექტება უნდა, ხო და ნუ ეგეც შეიძლება ვიღაცას რაღაცაში დაეხმაროს.
იქნება ერთ ვიდეოს ჩანთებისთვისაც გავაკეთებთ. მოკლედ ესეთი აბავი იყო, რომ 24 წლის რა ვიდეოებიც ქონდა დაგეგმილი ხო 24 წელს ის იმ ვიდეოების რაღაცა 80% გავაკეთეთ, ჩავწერეთ რა. კი, რაღაცები. ხო, რაღაცები დაგვრჩა უბრალოდ და ის რაღაცები რაც დაგვრჩა, შემდეგი წლის გეგმას ვაკეთებ და იმ 25 წელს ამ წლის გეგმას, ანუ უკვე შემდეგი აღარა. და დაგეგმა ყოფილი პლანერი ვარ, ასე ვთქვათ, დაგეგმარებას ვაკეთებდი ხოლმე და ეგ ასე ვთქვათ, სისხლში გამჯდარი. ძალიან კაი არის, როდესაც გეგმის მიხედვით მიყვები, იმიტომ რომ წლის ბოლოს ვითომ არაფერი, მაგრამ რო შეხედავ რომ რაღაცები რო შეასრულე და რაღაც, მე შენ თვითონ გიხარია რა, რაღაცა სხვანაირი ისა მუღამი აქვს მაგასაც და რაც 24-ში ვერ ჩავწერეთ და საინტერესო ვიდეოები უნდა ჩაგვეწერა, 25-ში ვეცდებით იმის ჩაწერას, აი ერთადერთი ლევანი თუ არ წავა ევროპებში საგულაოდ დატოვებს. სუხოს მარტო. თუ არა და მარტო მე ვიფრენ ხოლმე რა, არ მაგ ჩემი ბზკის ხმას არ მოგანატრებთ, იმიტომ რომ ხშირად ვიფრენ. კატეგორიულად გადაწყვეტილი მაქვს, რომ თვეში მინიმუმ 4 ვიდეო დავდო ხოლმე რა და ძალიან მინდა რომ თვეში მინიმუმ ერთი საინფორმაციო ვიდეო მაინც იყოს. თუ ეგრე მოხერხდა ძალიან კაი იქნება და იყო პერიოდი რომ ჩვენ თვეში 2-იც დაგვიდია და 3-იც. და სისტემატიურად ისე რომ გამოვიდეს რომ თვეში ერთი მაინც გამოდიოდეს, თვეში მინიმუმ ერთი მაინც რო იყოს, ძალიან კარგი იქნება რა და გამოიწერეთ არხი მეგობრებო, subscribe-ს გილახსაც დააჭერეთ თუ ჯერ უკვე არ გაკეთებული და თუ გააზიარებთ ვიდეოს, უფრო მაგარი იქნება, იმიტომ რომ რაც უფრო მაგრად გაიზრდება, მით უფრო მაგრად გაიზრდება ვიდეოების ისა რაოდენობა. ანუ იცი რა არის, თქვენთვისაც კაი არის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი რო დაინტერესდება ამ საქმით, ხო? აი თვითონ ჩვენი გამომწერებიც, ხო? იწეღანაც თქვი რა, აი კითხვებთან დაკავშირებით, პირად მიმოწერასთან დაკავშირებით რო საუბრობდით. რა ბევრი რო იქნებით, ხო? ანუ იმ კომენტარებში შეიძლება ჩვენ ნაცვლად უკვე ჩვენმა გამომწერმა გიპასუხოს რა, ანუ იმდენად და ჩვენი გამოცანაც ეს არის. არა ის კი არ არის რომ ჩვენ გვეზარება იქ კითხვებზე პასუხი და მოდით თქვენ რო პასუხეთო, არა. ანუ ეგ უკვე იქნება ჩვენთვის რა წარმატება რა, ანუ ჩვენი არქივისთვის რომ ანუ ამ დონეზე რომ მივალთ რომ ვიღაცას რო კითხო რომ გაუჩნდება უკვე ჩვენი გამომწერები რომლებიც უკვე ერკვევიან, მაგრამ უკვე გაერკვნენ რაღაცეებში, სხვას უკვე დაეხმარებიან რა. და ერთმანეთს შევახსენებთ მას. კი, მაგას თავისი პლუსია კიდე მე რაღაცის ყიდვა მოგინდება, ან რაღაცის გაყიდვა მოგინდება, იქ შენ არ მოგინდება ის იყიდის იმას. მოგინდება რაღაცის გაყიდვა, კაი ვარიანტი იქნება რაღაცა შენთვის იყიდი და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ერთმანეთზეა ჯაჭვური პრინციპით მიმბული და მოდი ერთმანეთი განვავითაროთ მეგობრებო. ხარი დაგვიჭირეთ ჩვენს მაქსიმალურად ვეცდილობთ რომ ხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ რაღაცეებში, სრულიად ვანგაროთ თან ამაში. ფუ არავინ ფულს არ გვიხდის, აი ხა ამ რასაც ვაკეთებთ. ამიტომ ვაკეთებთ ამას რომ უბრალოდ ბევრნი ვიყოთ და მეტნი ვიყოთ და რა ვიცი, გაზიარებით და დალაიქებებით და დაკომენტარებით თუნდაც ვიდეო ნანახი გაქვს, არა გაქვს ნანახი, ერთი კომენტარი მაინც დაწერე, ცუდი მაინც დაწერე, რაღაცა დაწერე, იმიტომ ეგ მე ალგორითმი აისახება და უფრო მეტ ადამიანს ამოუგდებს და შესაბამისად გაიზრდება ნახვებიც და მოთხოვნაც ჩვენს საყვარელ ჰობზე, რომელიც ესე ძალიან ყველას გვიყვარს. წავედით ხა ვიფრინოთ მოდი. Welcome to Mambo. აუ, შენ სათვალეში უნდა ჩავიჭკიტო მე. ხო, ეს გუბკა ნაჭერია, გუბკა არ არის. იდეაში. ready? შემოვტრიალ. ახლა ეხლა არ თქვა მანდ მინდა გავძურე მეც. გულში აპირებ? არა. მიდი. ავილეძები. ან თუ ზუსტად შეხვალ ეტევა რა. დაიფიქრე?
ოპა. აგი ფრიზა. არა. გვიან დაგინა. ой, ჯოგი რა გინდა? სადაც? შენგა მარჯვნივ. დრონს დასწრებს. მომდევს. თუ არ შეიძლება, თუ რა გინდა. ჩიტი გონია ბიჭო, ეხლა შენ რო ეს დაიჭირო, გეტკინება მე. მოვიდა. ჩვენთან არის? არა, იქ წრესთან დავტრიალებდი და არჩი დაждომას რო დავაპირებთ, ერთ-ერთმა გავიტყუოთ იქით. რა ბასეინო. არჩე, ის მოგიყევი, ხო? წინა რომელიღაცა ვიდეოზე ვიღაცა ტიპმა დამიწერა, რომ მხოლოდ მარცხნივ უხევი. აუ, რამდენი ვიცინე მაგაზე ბიჭო. რანაირად დააკვირდა, მაგას მე არ დავკვირებო არასდროს. რატო არ დაკვირვები ხარ? მე ისა მაქვს, რა ქვია? მარჯვენა მხარე მაქვს, მე უპირატეს. მე არ აქვს ჩემს მნიშვნელობა, პროსტა ალბათ იმ მომენტში ეგრე დაემთხვა რა. ეხლა თუ ორივე მხარე გაქვს განვითარებული, საუბრობ შენ, მაგრამ ანუ მე იმას ვიძახი, რომ ტრიუქს ვაკეთებ, ძირითადად დომინანტი მხარე მარჯვენა მაქვს. რავი. მე მაგას შენ ტრიუკებს არ აკეთებს რა? იო. აი მორ გოლში შეიძლება დაიბი. აი გოლი. სადა? სადა და ის რო არა ქვია, შუაში რო. შუაში რო. და ლურჯი გოლი. ბიჭო არა ვერ გახვალ. რას ვერ გახვალ? მან კი გახვალ, მაგრამ ისა და ნახე, დაბლიდან გახვედი? არა, ანუ დაივს ვიძახი რა. პროსტა ჩაძრო რა. ოზევიდან ოღონდ დაპასა. მე წარ დაგეჯახო ეს კაც დავაჭერე. გამოვედი. ანთხარ? მედი მეგიყო. ოჰა, ოჩა. არა, ეგრე არ მინდოდა ახლა. ნუ არ გააფუჭო ახლა ეს. დეკორაცია. ოპა. მაგას რა გააფუჭეს ბიჭო? მიცა. რა გინდა? მე აქ დავждები და. ისე შემოგხედა. მე გიღებ. დაბლავზი ვარ. არ მიწროებია, მაგრამ. მაიცა, აქ ვერ დავждები? რგოლზე. შარაფა, გაზი.
დღეებს აკეთებ. იუ. ოპა. ვოლტაჟი ჩამოვიდა 3 და 3-ზე. უცებ დამიშდა დრონი. რათა? ფუფ, ეს მტვერი მე დავაყენე? ის ეთყობა იქ ზრიალებს რო აკეთებდი მაგითო. კაიო. საღამან ბალახებში დააგდე. მეჯო მტვერი და. ხო, წეღარ მანქანაში შემომაყარა მტვერი მეც. 2025 წლის პირველი ფრენა იყო. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, რომ ბოლომდე უყურეთ. გამოიწერეთ, დალაიქეთ, ზარი ღილაკსაც ხელი მიაჭირეთ, კომენტარშიც დაგვიწერეთ, რაღაცები რომ ალგორითმი იმუშაოს და გპირდებით რომ ამ წელს უფრო მეტი ვიდეო გამოვა, ვიდრე წინა წელს იყო და უფრო ხარისხიანი ვიდეოები დაიდება. მომავალ ვიდეოებში შევეცდებით უკვე ახალი ბიჭები, რომლებიც უკვე დაფრინავენ, შეძლებს დაგვარად დაგანახოთ, გაგაცნოთ და ესე ერთმანეთს რომ ყველა ვიცნობდეთ, იქნება და ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი, მე ეგრე ვფიქრობ. მადლობა, კარგად, ბედნიერად. დარჩ ჩვენთან ერთად, ვიყურეთ, ამა თქვენიც.